საჩხერის რაიონის სოფელ პერევში სასწავლო პროცესში ჩაიშალა მიზეზი პერევში ბოლო დროს არსებული ვითარება გახდა. ბავშვების უმრავლესობა სოფლიდან ჯერ კიდევ გუშინ გახსნეს რუს ჯარისკაცებს, რომლებიც პერევში არიან განლაგებულნი, მასწავლებლებისთვის ხელი არ შეუშვია, თუმცა მოსახლეობას გარეთ გამოსვლის ეშინია. რუსი ოკუპანტების გამო საჩხერის რაიონის ამ სოფელში სასწავლო პროცესი წელს უკვე მესამედ შეწყდა. გალის რაიონის სოფელ ჭურბულხეში კი რუსმა ოკუპანტებმა დამატებით მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. მოსახლეობის ინფორმაციით თანამედროვე ჭურბულხეში დამატებით 10 რუსის სამხედრო 6 ერთეული T-72 და BMP ტიპის 8 ჯარშან ტრანსპორტი არიან შეყვანილი. საპარლამენტო ოპოზიციის წევრი პაატეტან რუსეთის მხრიდან სუძივის მიმართულებით კიდევ ერთ მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს და საკითხში უკვე გარკვეულწლოვანი მინისტრების განიხილავს. როგორც ალცეიან ბიუროს დღევანდელ ხომაზე განაცხადა, ამ წლებში იმყოფებოდა ენგურის ხიდ და შემაშფოთებელი ინფორმაციები მიიღო თავად აფხაზებისგან. მის კრიტიკებმა გალის ტერიტორიაზე დამატებით კიდევ 40 ერთეული ჯარშან ტექნიკა შეიყვანეს და მაღალი წერტილები დაიკავეს. შემდგომ რომ არ იყოს მე გამოსავკვევი თუ ვის ქონდა და რა ინფორმაციები ქონდა, კარგი იქნება თუ ბიუროს დახურულ სტომაზე ან პარლამენტის დახურულ სტომაზე ძალოვან სტრუქტურებთან დაუძახებ, რომ გავიგოთ რეალურად რა ხდება, იმიტომ რომ ხაზები და გაუსვა აფხაზებიც კი შეშფოთებული არიან იმით, რაც ხდება დღეს გალის ტერიტორიაზე, მათ ეშინიათ ვერ გაიგეს რა მიმართულებით ხდება აი ამ გალის გამოყენება და რატო შემოვიდა ეს ამაზობითი ძალა გალის ტერიტორიაზე. არ შეიძლება არ ვიზიარებდეს იმ შეშფოთებას, რომელიც გამოთქმული იქნა ბატონ პაატასთან საკითხთან დაკავშირებით. თავადაც რომ დღეს გავმართოთ კონსულტაციები, რა ფორმით შეიძლება ამ ინფორმაციის მიღება, ერთი მხრივ ბუნებრივია პარლამენტის წევრები უნდა იყვნენ ინფორმირებული თუ რა მდგომარეობაა და რა ინფორმაცია გააჩნია ჩვენ ძალოვნებს იქ მიმდინარე პროცესების შესახებ. მეორე მხრივ არსებობს გარკვეული ასე ვთქვათ ცნობიერობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ნებისმიერი დახურული სხდომა, იქნება ეს პარლამენტის დახურული სხდომა თუ ბიუროს დახურული სხდომაც კი წარმოქმნის დამატებით შიშებს, შეშფოთებას და ეჭვებს მოსახლეობაში. ამიტომ ალბათ საჭიროა მოვიფიქროთ ისეთი ფორმა, რომელსაც ერთი მხრივ პარლამენტის წევრები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას და მეორე მხრივ ეს ფორმა არ გახდება საფუძველი მოსახლეობაში დამატებითი შეშფოთებისას. აზერბაიჯანის ოჯახის ნომერში მდებარე საერთო საცხოვრებელში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას თხოვენ. აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მის ხელისუფლება მის მიუყურებლობას დატოვა. დევნილები ამბობენ, რომ შენობა, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ, ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ობიექტთან ნუსხაში შეიტანა და საცავარაუდოდ შენობის დახვა მოუწევს. ჩვენი პრობლემა არის, რომ არ აქვს საწოლი. ელემენტარული. არ აქვს ფაბრები, არ არის ფაბი, არავის არის გამათბობლები. აი შემოდიცა თუ მოძახი ადამიანი გაძლევს. ჭურჭელი ხო არ აქვს, არ აქვს. 5 თვეა გამოსულებას მოხო, არც ერთ ოჯახს არ აქვს. არც ერთ აი წილიან ბავშვები რამის არის. რომ სასწაულად გავეცხავ ჩამას დავხატავთ და ესა ამათი ჩასასმელი. ნუ საერთო პირობებს მოვიწყოთ, მე ძერმე დავადეს. რაღაცი გავძლოთ, რაღაცნაირად. მოხუცებიც არიან, გენაცვლე ბავშვებიც არიან, რო არ ვილაპარაკოთ კვებაზე. აი ეს. კვებაზე ხო რა ვიცი. მეცნიერება არანაირი. და აი ეს რატო უნდა იყოს ერთ ობიექტზე, რატო უნდა იყოს მეორე ობიექტზე? ჩვენ ხო საქართველოს ნაწილი ვართ. საწოლო გამათბობლების პრობლემა გვაქვს, ბავშვები გვყავს. არც გამათბობ მოდიან, გვეუბნებიან, პროგრამაში არ ახართ. რატო არა ვარ პროგრამაში გვაინტერესებს? პრეზიდენტი მთავრობას ეკონომიკის გადარჩენის და შენარჩუნების გეგმის შემუშავებას ავალებს. მიხეილ სააკაშვილი დღეს საღამოს პრეზიდენტის კანცელარიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისი იყო. პრეზიდენტის განცხადებით მომავალი ექსპორტ კრიზისი გაგრძელდება და რითაც საჭიროა კონკრეტული გეგმები და ინიციატივები. მიხეილ სააკაშვილის მიუხედავად კრიზისისა, სამთარი იქნება თბილი და განათებული და გაზის ფასი არ მოიმატებს. პრეზიდენტის ხმის მიუხედავად მსოფლიო კრიზისს არ ჩამოიშლება საქართველოს საბანკო და საფინანსო სისტემა. ჩვენი ეკონომიკის სიტუაციაში როცა შემდეგ 6 თვე ნეგატიური ტენდენციები ეკონომიკაში მოარყოფი ტენდენციები კარიერდება და ეს ამბავისთვის სუპრიზი არ უნდა იყოს, მაგრამ მე მოველი იმ პირობებში როცა მომავალი სიტუაციის 5 მილიარდიანი დახმარება შემოსულა, შემდგომ რამდენიმე წელს საქართველოში იქნება არა მხოლოდ არამოწმეები, არამედ რეალურად ძილები პირველი გაუარესების შემდეგ რეალურად დადგება ეკონომიკის დომინანტი. Gauda არის თქვენი ამოცანა ამ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის თუ ის პირობებში ეს არის ახალი სამუშაოების შექმნა და ახალი საწარმოების გახსნა, სოფლიო კრიზისის გამანადგურებელი საფრთხეს საქართველოს თავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საზოგადოების, საქართველოს სახელმწიფოს ამოცანა არის საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა და შეცვლა.
ჩვენ უნდა გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ საწარმოები, ჩვენ აუცილებლად გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ჩვენ სოციალურ სისტემას, აუცილებლად გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ჩვენ საკრებულო საფინანსო სისტემას, აუცილებლად გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ყველა ის პროექტს, რომელიც დაწყებულია. მევავალებ საქართველოს მთავრობას, რომ შეიმუშაოს საქართველოს ეკონომიკის გადაშენის და შენარჩუნების საკანონმდებლო ფინანსური პაკეტი. ამ პაკეტის ნაწილი უნდა იყოს ახალი ბიუჯეტი საქართველოს და ყველა გაგებით მოიგიდოს, რომ ამ ბიუჯეტს ექნება სერიოზული გამოსვლები და ჩვენ უნდა დავგეგმოთ რეალისტური ბიუჯეტი. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ მთელი რიგი კანონპროექტები, ტენდერები, მაგალითად კანონმდებლო ევროკავშირის აპრობირების თავისუფლება შეშეგრება. თურქეთთან ამომქმედა თავისუფლება შეშეგრება. რა თქმა უნდა, ყველა მხარე შეერთებულება ერთად უერთდება. ეს თითქოსი გადაილაგება პირველი გამოფრისთან ამერიკას, ახლა ევროპა. ჩვენ რა დავყოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გამოამკრით. საავადმყოფო შეცვალა იმ ქვეყნების წინში, რომელიც შეიძლება ვეღარასდროს გამოვიდეს, მაგალითად რუსეთთან ხელმუხლება თავის კორუფციის, გაუტანობით, შიდა არასწორი სტრუქტურების და იმ ავანტიურების გამო, რომელიც მათ თუნდაც ჩვენს მიმართ განახორციელებს. იყო აქ განსაზღვრული დეპუტატების როლი კომიტეტების პარლამენტის წლიანობაში, პირველ რიგში საზოგადოებისთვის განმარტებების მიცემის თვალსაზრისით, შემდგომ რა თქმა უნდა იმ საკანონმდებლო ინიციატივების ინიციირების თვალსაზრისით, რომლებმაც მეტნაკლებად მაინც უნდა შეუწყო ხელი იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გადაიტანოს ქვეყანა მეფრეის. არსებობს ბიუჯეტი შემოტანილი, ეს ბიუჯეტი დროზე უნდა დამტკიცდეს, აქ არის ვადები, კანონმდებლობით განსაზღვრული და დეკემბერში ბიუჯეტი მიღებული უნდა იქნეს, მაგრამ მუშაობა პროცესი გაგრძელდება, იმიტომ რომ ფინანსური ვითარება მთელ მსოფლიოში არის საკმაოდ საგანგებო, ხო? აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ მუდმივი რეაგირებები იყოს საჭირო, მაგრამ ნებისმიერი რეაგირება, აქ საუბარი არის შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებებზე, თქვათ ტენდერების სისტემა როგორ შეიცვალოს, იმდაგვარად, რომ თავარია სამუშაო ადგილების გენერირება ხდებოდეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ბოლოს ცნობილი ქართლის მუშებს შეხვდა პრეზიდენტმა სასწავლო თანამშრომლებთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი ექვსი საქართველოს ეკონომიკურ რთული იქნება, რადგან მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იმძიმევრებს. კრიზისიდან გამოსავლის ერთ-ერთი გზა კი მოსახლეობის ერთიანობაა. სააკაშვილის განცხადებით, გარკვეული პრობლემები არსებობს საბანკო სექტორში, რომელიც მომავალ წელს მეგობარი ქვეყნების მიერ გამოყოფილი ფულობის დახმარების საშუალებით აღმოიფხება. ისევ საქართველოს მთავრობა ქვეყნის კრიზისიდან გამოძაყვანად აქტიურად მუშაობს. ჩვენ მოვახერხეთ გარკვეული ფლუქტუაციის პირობებში, ყევების პირობებში, მაგრამ არა რაიმე სერიოზული ჩამოშლის პირობებში ვალუტის კურსის დაჭერა და ეს კონტროლირებადი პროცესია. ჩვენი ბანკები ძირითადად ჯანსაღები არიან, დაგრძნულ და კრედიტების პროცესი თვითონ გაიზარდა. ჩვენ მომავალ წელს ვიღებთ $400 მილიონ დახმარებას იმისათვის, რომ საბანკო სექტორი აუმოყროს. ამას დაჭირდება ჩემი დაცვლებით დაახლოებით 5-6 თვე. მომავალ წელს უნდა უზრუნველყოთ ჩვენ, რომ ყველა